მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ვნახოთ თქვენ და ის რა პერსპექტივა გაქვთ საერთოდ თქვენ ურთიერთობას აქვს თუ არა პერსპექტივა. მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენ წყვილში საერთოდ თქვენ რა ენერგიაში ხართ, თქვენი პარტნიორი რა ენერგიაში არის ფიქრები და თქვენ რაღაც ლაპარაკი გინდა თქვენ დღეს, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ ასეთი გავაკეთეთ, ჩვენ აქ მოკლე გაშლას ვაკეთებ, ხო გახსოვთ? გრძელი გაშლები სხვა არხზე გვაქვს. ლინკი ვიდეოს ქვეშ, ვინც პირველად ხართ შემოსული, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. და სხვადასხვა არხები მაქვს YouTube-ზე. ბედის მატრიცა ვისაც აინტერესებს, ის მაგაზეც არის არხები. Так. თქვენ შორის რა ხდება? ახლა მინდა ვნახო ამ წუთში უცბად. Так. თქვენ რა გინდა დამურთიერთობით? მას რა უნდა? და პერსპექტივაც ვნახოთ. დღეს მან არა მუშაობს ჩვენთან. რაღაცა გაბრაზებული ხართ თქვენ. თქვენ თუ თქვენი პარტნიორი? რაღაცა გითვალთვალებს. კაი, ვნახოთ, დავიწყოთ თქვენით. რა ენერგიაში ხართ თქვენ? თქვენ როგორ ხართ? იცით, ახლა ცოტა გაბრაზებული კი ხართ რა. ცოტა კი არა, კარგად გაბრაზებული ხართ. შეიძლება ამ წუთში პარტნიორი ვაფშე საერთოდ ჩუმად არის. თქვენ ესე იგი თქვენ ხართ აქ ცოტა რაღაც გაბრაზებული. შეიძლება даже ზოგმა დაასრულა შეიძლება ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში როგორ არის, იცით, აქ შეიძლება ბრაზდებით იმაზე, რომ თქვათ ეს ადამიანი ან არ წერს, ან არც რეაგირობს, არაფერი რა. შეიძლება სიტუაცია ისეთი იყოს, რომ თქვათ დაუშვათ ვინმესთვის საჯარო კაშლა გვაქვს, ამიტომ ყველა ვერსიას ვამბობ. შეიძლება თქვენ რაღაც კაპრიზობს და ის თქვენი პარტნიორი არ რეაგირობს. შეიძლება ეგეთი მომენტიც იყოს, რომ ნახოთ ახლა. ანუ რას ფიქრობს პრინციპში, თქვენ რას ფიქრობთ და ზოგი შეიძლება მართლა ფიქრობს დასრულებაზე. და რაც ეხება სიყვარულს, აქ როგორი მომენტი არის, იცით? თქვენ განთავისუფლდით კარგად გრძნობთ თავს, ანუ აქ რისგან განთავისუფლდით, იცით, იმაზე, რომ თქვათ უკვე გული იმდენად აღარ გტკივათ, როგორც თქვათ გტკიოდათ. ადრე თუ დაუშვოთ თქვენ, ანუ მაგის გარეშე შეიძლება თქვათ არ შეგეძლოთ ყოფნა, თქვათ, ან ძალიან იყავით ისე, რომ თქვათ აი განიცდიდეთ რაღაცა, მაგისგან განთავისუფლდეთ თქვენ, იმიტომ რომ რაღაც როგორ არის, აქ შეიძლება დაუშვოთ ვიღაცას ექნება სიტყვაზე ურთიერთობა მანძილზე შეიძლება იყოს, შეიძლება მიმოწერა გაქვთ ინტერნეტში, არ გამეკვირდები, შეიძლება იყოს, ანუ როგორ არის, იცით, ზოგი ფიქრობს, რომ პრინციპში ახლა დასრულდა, რაღაც ეგეთი. ჩვენ ნახავთ ხარ რა ხდება თქვენ შორის კიდე, რა ვიცი და так, კიდევ ნახოთ თქვენი პარტნიორი ახლა რა დღეში გყავს. მაგე პაუზაში, აი ძალიან დიდი ხანძრივი პაუზა არის. აქ სხვათა შორის აიღო მაგან პაუზა, აქ ადამიანი აქვე ეჭველი, თქვენ ეს ექნება გაშლა იმათთვის, ვისაც აქვთ პაუზა. აქ უკვე და აი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იმიტომ თქვი რომ აქ даже ბრაზდებით იმაზე, რომ თქვათ ეს ადამიანი არანაირად არ რეაგირობს. აი ეგეთი რაღაცა ენერგია მოდის აქ რა მაგისგან. რას ფიქრობს? ფიქრობს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან გოგოებო, ეს ფიქრობს, რომ თქვენ ხართ როგორ იცით, ცივი ახლა. თქვენ ახლა თავს იფასებთ. თქვენ ახლა ხართ როგორ იცით, აი ძალიან შეიძლება თქვათ, არ გამოვრიცხავრო თქვათ, შეიძლება ცნობილი პიროვნებაც იყოთ, შეიძლება დაუშვათ ან ბლოგერი, ან სურათებს ათვალიერებს თქვენს და ყოველ შემთხვევაში ულამაზესი, უმშვენიერესი, მიუცდომელი და შეიძლება თქვენ აქ даже როგორ ხართ, კი დაუშვათ შეიძლება ელოდებით, მაგრამ ხო გითხარით, აი აქ თქვენ განთავისუფლებული ხართ იმისგან, რომ თქვათ ახლა რამე ახალს ელოდოთ რა, ანუ აი ვერ ვეთქვი რომ ცუდ ენერგიაში იყოთ, მაგრამ ამისი რა გამაოცდა ამ შემთხვევაში, რომ თქვენ ეს არის სუფთა სიყვარული. აქ არის როგორი მომენტი, იცით, როცა ადამიანს თქვენ
ну გრძნობაზე ეს ყველაზე მაგარი არკანი არის აქა ტაროსში რა. როცა ადამიანს მართლა უყვარხართ. მაგრამ შეიძლება არ გაჩვენოს. ну ვნახოთ ახლა ჩვენ რა იცით, რომ აი თქვენ რა გინდათ ამ ურთიერთობიდან. თქვენ პრინციპში თქვენ ჩააბარეთ წარსულს. მოგოება აქ ეგ არის. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იხსენებთ ძველი რა მომენტებს, აი კარგ მომენტებს იხსენებთ, რომ აი დაუშვათ ახლა როგორი ну არის ეგეთი სიტუაცია, როცა ეს ხოთში ძალიან კარგი არის, როცა თქვენ დაუშვათ ახლა ადამიანთან თუ ასრულებთ ურთიერთობას, ხო, ამთავრებთ ურთიერთობას, თქვენ მარტო კარგი მოგონებები თქვა გრჩებათ რა. თქვენ უკვე აქ ვერ ვეტყვი მე რომ ადამიანს რამე იმედი გქონდეს, იმიტომ რომ თქვენ აქ ძლიერი პიროვნება ხართ, ეგრევე ეტყობა რა. და ნამდვილად შეიძლება აი ესეთი გოგო ხართ, რომელიც ახლა თუ არ იმოქმედებს, თუ არაფერს არ გააკეთებს, მე მაგას არ შეუვარდები და მე არ დავიწყებ ახლა აქ ხვეწნა მოდარს, კაიგეთ? იმიტომ როგორც არის, არის. всё. ანუ თქვენ ნამდვილად ახლა შეიძლება даже ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა თქვა დასრულებულია თქვენთვის და უკვე წარსულს ჩააბარეთ. ამას რა აქვს ახლა ვნახოთ. ამასაც სხვათა შორის ეგეთი სიტუაცია რა საინტერესოა. იმის მიუხედავად, რომ თქვენ ძალიან უყვარხართ, მაგასაც აქვს ეს მომენტი, რომ მაგანაც რაღაც წარსულს ჩააბარა. არ ვიცი, გოგოებო, აქ რაღაც ესეთი დღევანდელი გაშლა უფრო იმათ ეკუთვნის, ვინც შეიძლება დაამთავროს ურთიერთობა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ფიქრობენ, თქვათ ახლა ერთმანეთზე, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აქ არის ახლა ისეთის ენერგია რო თითქოს ახლა ეს ადამიანი ფიქრობს რა ანუ ორივე ხართ მოგონებებში რა ანუ ორივე რაღაცებს ფიქრობთ რა დაუშვოთ ახლა ერთმანეთზე მაგრამ რომ გითხრათ რომ თქვათ ახლა თქვენ ელოდებით ქმედებას ბიჭისგან ბიჭი ფიქრობს რომ თქვენ ისეთ ენერგიაში ხართ რომ უკვე აღარ გჭირდებათ 100 წელი ეგა და ზემოდან უყურებ და ამიტომ დასრულდა ყველაფერი და ამიტომ აი ეს ნუ ნახოთ ახლა თქვენი შორის აქ რას მაჩვენებენ აი გეუბნებით რა აი აქ ნახეთ წერტილი კი არ არის აქ დასმული აქ არის მძიმე ზეპიტაე ანუ ესე იგი ურთიერთობა რომელიც დასრულდა მაგრამ თქვენ აქ კიდე ნახეთ რა შეიძლება იყოს გოგოება ვიღაცის ეს იქნება ესეთი თემა რომ კარგი შეიძლება გქონდეთ სექსუალური თემა, გაიგეთ და თქვენ აქ დაშორდეთ, იმიტომ რომ შეიძლება გქონდათ როგორი მომენტი, შეხვედრები კი სასიამოვნო შეხვედრები, შეიძლება ურთიერთობა იყო რაზე აგებული, თქვათ. აქ ვიღაცა სამსახურებრივი შეიძლება გქონდათ ურთიერთობა, მაგრამ სამსახურებრივ სექსუალური, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. შეხვედრები გქონდა და ეხლა დაშორდეთ, მაგრამ ეს დაშორება არ არის ბოლომდე, იმიტომ გეუბნებით, რომ შეიძლება უბრალოდ გქონდათ ეგეთი თქვათ, ეხლა შეხვედრები მარტო თქვათ, აი დროს ატარებდით და უშოთ კარგ დროს ატარებდით, ხო? ერთად თქვათ, სიამოვნების გულისთვის სიტყვაზე, ხო? ეხლა არის როგორი სიტუაცია, იცი, დაშორდით, მაგრამ მაინც რაღაცის მოლოდინში ხართ. იმ მოლოდინშიც და პლუს კიდე რატო ვამბობ მოლოდინში, რომ მაინც აკა წყლის ტუზი არის რა, აქ მანარაში და ეს უფრო აჩვენებს რას, რომ მე ველოდები. თანახად ეს თქვენ შორის არის ეს სიტუაციას მე უყურებ და აქ ვერ ვეთქვი, რომ და თქვენ შორის შეიძლება მაინც ვიღაცა მაინც ელოდება რომ შეიძლება გაგრძელდეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ ესეთი არკანი არის, რომელიც მაჩვენებს, რომ ურთიერთობა არ არის საბოლომდე. აქ არის რაღაცა ან ელოდებით დაბრუნებას ორივენი, მაგრამ ქმედება არ არის. იმიტომ რომ აი ბევრი კარგი მოგონება გაქვთ თქვენ ერთმანეთისთან ურთიერთობაზე რა. ნუ ნახოთ, მოდით ახლა პერსპექტივაში რას გვაჩვენებენ აქ ჩვენ. იცით როგორი სიტუაცია არის აქ? აქ რაღაცა დიდი სხვაობა გაქვთ თქვენ უეჭველი. საინტერესო პოზიცია, იცით?
ის გამოჩნდება ახლა მე მომდრო აქ როგორი მომენტი ის პერსპექტივაში შეიძლება ერთი არკანი უბრალოდ ცოტა მაეჭვებს, თორე დანარჩენი გასაგებია. რა არის, იცით? ანუ არის შესაძლებლობა იმისი, რომ თქვენი ურთიერთობა გაგრძელდეს. გოგოებო, ნახეთ, ვისაც ჰქონდათ სამსახურებრივი ურთიერთობა, კი, უბრალოდ ნახეთ რა ხდება. ეხლა აქ შეიძლება ადამიანი გამოჩნდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეხლა ჩუმად გითვალთვალებს თქვენ. ეს ადამიანი მიხვდება იმას, რომ თქვენ ხართ ძალიან მაგარი ქალი, ნუ მიხვდება რა ისედაც თქვა ჩვენებს ვარსკვლავი ხართ, აქ უბრალოდ ეხლა არის იმპერატრიცა. და შეიძლება ეს ადამიანი იმისთვის გამოჩნდეს, რომ დაუშვოთ თქვენთან იგივე სიტუაციისთვის მე მგონი გრძელდება იმის მიუხედავად, რომ აღიარებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მაგარი. მაგრამ აი ეს აქ ესეთი არკანები არის, რომ შეიძლება ეგა შემოიპარება თქვენთან იმით, რომ მაგარი ხარ, მაგრამ თავისი რაღაცა სარგებლობები აქვს ამას. უნდა ენდოთ ამას, აი ეს მაინტერესებს. უნდა ენდოთ ამას. ისეთ რა ხდება აქ აქ ეთყობა მაჩვენებენ, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა ნუ კარმული ურთიერთობა კი, მაგრამ ღმერთო ჩემო, უნდა ენდოთ ამას. უნდა დაიცავოთ თქვენი საზღვრები და თქვენ თვითონ უნდა უთხრათ მას, რა გინდა თქვენ. თუ ეს ადამიანი მიიღებს იმას, რასაც თქვენ მაგას ეთქვით რა, ანუ თქვენ პირობებს, ხო? მაგ შემთხვევაში კი. მაინც აბა მითხარით, უნდა ენდოს. პასუხისმგებლობა, აქ იცით როგორი თემა არის? თუ ეს ადამიანი კიდე გაექცევა პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ამას აი ეს არის, რომ ნახეთ როგორ არის, ეს ესეთი პიროვნება არის, რომელიც მოვა გეტყოს ბევრ რაღაცას, კარგს. მაგარი ხარ, კარგი ხარ, ლამაზი ხარ, მშვენიერი ხარ, მაგრამ გაურბის ეგა პასუხისმგებლობას უნდა მოსვლა მაგ ადამიანს, მაგრამ ენდობა, აჰა. ამას უნდა თქვენთან ურთიერთობა უნდა. შეიძლება რომ გითხრას, რომ თქვათ ახლა არ მოგატყუოს. არ მოგატყვა ეს ნერვებს მიშლის ცოტა. მე მეუბნება შენ მიშლი ნერვებს, რომ ვერ იგებო. მე რა მინდა. ხედავ თქვენ. და გოგოებო, თუ სამკუთხედია 100%-იანი არა, დაიტანჯებით თუ სამკუთხედია და იცით თქვენ რომ ეს სამკუთხედია, არავითარ შემთხვევაში. თუ არ არის სამკუთხედი? თუ არ არის სამკუთხედი და ეს ადამიანი თუ დაბრუნდა, ჯერ კარგად დაელაპარაკეთ, ყველაფერი გაარკვიეთ თქვენ. და ის რა ქვია, აი მარტო მაგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა თქვათ გადაწყვეტოთ. მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ ესეთი პოზიციები არის, რომ შეიძლება ადამიანი შეეცდება თქვენს დაუშვოთ ახლა დაბრუნებას, მაგრამ აქ თქვენ უნდა კარგად გაარკვიოთ, თქვენ თვითონ თქვენი
პოზიცია უნდა უთხრათ. მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ, აი კი, ჩართეთ გონება, თქვენ ჩართეთ, იმიტომ რომ აქ როგორი ვიდრე ჯობია მარტო იყო, ვიდრე ისე მსუბუქ ურთიერთობაში შეხვიდეთ, ანუ არასერიოზულში თუ ადამიანი შემოგთავაზებს თქვენ იგივე სიტუაციას, რაც გქონდა თქვენ წარსულში, სადაც თქვენ გქონდათ მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ურთიერთობები და მეტი არაფერი, იცოდეთ, რომ თქვენ ამაზე არ უნდა დათანხმდეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეთ რა, იმიტომ რომ არა რა. ამიტომ დაფიქრდეთ, კარგად, აი ესეთი პერსპექტივა კი არის, მაგრამ აქ ახლა კიდე გასარჩევია სიტუაცია, რა თქმა უნდა, ყველას ინდივიდუალური აქვს, მაგრამ აი ასეთი პერსპექტივა. ჩვენ დავინახეთ, რომ პრინციპში როგორი ურთიერთობა თუ თქვენ იცანით, ისე ძალიან კარგად მიხვდებით, რასაც გულისხმობ და შეიძლება მაგიტომაც დაშორდეთ თქვენ, რომ აქ რაღაცა ვერ არ იყო ისე თქვათ, როგორც უნდა იყოს რა, ანუ პრინციპში ხა სამკუთხედი, ეგ ესეთი თემაა, რომ ნამდვილად არავის არ ურჩევდი, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ გააკეთებთ გადაწყვეტილებას, შეიძლება ვიღაცას რაღაცისთვის სჭირდება, რომ გაკვეთილება გაიარო თქვენი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, კი, ამას გრძნობა აქვს, უბრალოდ ადამიანს უჭირს ძალიან პასუხისმგებლობის აღება. ეხლა რატომ ეს უკვე სხვა თემა ჩემოლამაზებო, ხო? აი, ასეთი მოგრე გაშლა იყო, იმედია ცოტათი მაინც დაგეხმარეთ, მე გელოდებათ კომენტარებში. მადლობა, რომ ჩემთან ხართ.